მოგესალმებით ჰოროსკოპი ჯის მენავს მაყურებელს მე ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი წარმოგიდგენთ უახლოესი ერთი კვირის ზოგად ასტროლოგიურ პროგნოზს საუბარი იქნება 29 ივნისის და 5 ივლისის შუალედში მიმდინარე ასტროლოგიურ მოვლენებზე და რა ტენდენციები აქვს მოსალოდნელი პირველ რიგში დახუნძდულია ეს პერიოდი დიდი მოვლენებით მოდი ასე ვთქვათ პირველ რიგში დედამიწა უარყოფით ენერგოველშია სიტყვის ყველასგან მეტ სიფრთხილეს ყურადღებას იმიტომ რომ ჯანმრთელობის პრობლემებად შეიძლება იჩინონ თავი ტრავმულაურიულმა ტენდენციებმა იდეების რეალიზაცია გართულდება და ამის მთავარი მიზეზი იქნება ის რომ ორშაბათიდან პლანეტა მერკური გონების კომუნიკაციის მმართველი პლანეტა ხდება უკუმავალი რეტროგრადული 3 კვირით და ეს ნიშნავს იმას რომ გვაბრუნებს წარსულში გვეუბნება გქონდათ გარკვეული ძველი იდეები პროექტები ან ურთიერთობები რომელიც ვერ განხორციელდა შეწყდა რაღაც პრობლემები არასწორად წარიმართა აი ამის ანალიზის და ამის გამოსწორების დროა ახალი იდეები პროექტები გაცილებით გართულებული იქნება აქ ტექნიკასაც შეიძლება გაუჭირდეს მუშაობა და უფრო მეტიც აქ შეიძლება ინფორმაციის მოძიებაც საკმაოდ გართულდეს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა პლანეტა იუპიტერი უკვე სამშაბათიდან ხდება გადადის უფრო სწორედ ტოვებს ერთი წლის ეპოპეის მერე კირჩხიბის ზოდიაქოს ერთი წლით გადადის ლომის ზოდიაქოში ლომე ბომბოებს ადეთ თქვენთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი ფრეად საინტერესო პერსპექტივებით ახსავსე წელიწადი და იქნება ასე ვთქვათ შესაძლებლობები ვისა ზოგიერთი გახდეს თანამდებობის პირი ზოგიერთმა იპოვოს საოცარი სიყვარული ზოგიერთი აღმოჩნდეს რომანტიკულ ურთიერთობებში და ბევრი მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება თუმცა ზოგიერთმა შეიძლება თანამდებობაც კი დაკარგოს თუ იქნება უარგისი ხელმძღვანელი მოდი ესეც ვთქვათ და სამშაბათს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა სავსე მთვარეობა ანუ კირჩხიბის და თხისკა ზოდიაქურ ღერზე მზედა მთვარე უპირისპირდებიან ერთმანეთს ამიტომ სამშაბათი ცოტა ფრთხილად უნდა გავიაროთ რადგან ესე დაპირისპირება ამ მანათობლების სახშირად იწვევს ტრავმულაურიულ ტენდენციებს კონფლიქტებს დაპირისპირებებს ჯანმრთელობის გაუარესებას და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს ეხლა რაც შეიძლება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს ყველა სჭირდება ყურადღება და სიფრთხილე იმიტომ რომ მეორე დედამიწა უარყოფით ენერგოველშია და ეს ყველას უქმნის გარკვეულ სირთულეებს ნუ დავიწყოთ მაგალითად ვერძის ზოდიაქოს ნიშნით ენერგოტონუსი ჯანმრთელობა თქვენი დაბალია ამიტომ იმუნიტეტი რადგან დაბალია ნუ გადაიღლებით ფსიქოემოციური არასტაბილურობა უფრო მეტად იჩენს თავს და უფრო მეტი დრო ენერგია წავა საოჯახო საქმეებზე ახლობელთა პრობლემების მოგვარებაზე რის შედეგად რაც ყველა საკუთარი იდეების და პროექტებისთვის რეალურად არ გძალიათ ამასთან ერთად ურთიერთგაგება ნდობის ფაქტორი მცირდება როგორც ახლობლებთან ასევე სამსახურებრივ სფეროშიც კი და სხვა სახის მოდი ავნიშნოთ რომ ცვლილებებია მოსალოდნელი ურთიერთობებში შემოქმედებითი კრიზისის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ზოგიერთი ვერძი გარკვეული თქვენი საიდუმლო შეიძლება გამოვზაურდეს რაც სულაც არ ექნება სასურველი ამიტომ ენასკველი დააჭირეთ საიდუმლო დაიცავით გაიარეთ ეს პერიოდი უფრო ფრთხილად წინ დახედულად ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ და ახალ სარისკო მნიშვნელოვან პროექტებს უმჯობესია ცოტა ხანით მაინც დავიდავნებოთ ყველას კარგი იქნება თქვენთვის 2 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 29 ივნისის და 4 ივლისის დღეები და შესაბამისად ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კურო ზოდიაქოს ნიშნავადებლებს აქ პირიქით ერგოტონუსი მატულობს ჯანმრთელობა უფრო მდგრადი ხდება ეს ტეშანი უფრო აქტიური ენერგიული შრომისუნარიანი ნებისყოფიანია კი ბატონო ეს ყველაფერი კარგია მაგრამ გავითვალისწინოთ რომ დედამიწა უარყოფით ენერგოველშია ამიტომ ცოტა სიფრთხილეა საჭირო მაქსიმალურად უნდა იცოდოთ სტაბილური ურთიერთობებით ჩამოყალიბოთ ირგვლივ ყოფ ადამიანებს მაგრამ ამის მიუხედავად არასასიამოვნო მომენტები შეიძლება წარმოიქმნას მაინც თქვენს ცხოვრებაში ამ პერიოდში ეს პერიოდი არ არის მაინდამაინც სასურველი მგზავრობა მოგზაურობის კუთხით მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისათვის ასევე შეიძლება დიდი ცვლილებები მოხდეს სახლში ოჯახში მაგალითად არ არის გამორიცხული ისიც რომ ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება სასამართლო პროცესებში ჩაებას მათ შორის ახლობლებთანაც შეიძლება მოხდეს სასამართლო დაპირისპირებაც კი და ნუ აქ უფრო მემკვიდრეობით საკითხებთან ან უძრავ ქონებასთან იქნება ეს დაკავშირებული ამ კუთხით ვიყოთ ასევე ცოტა ყურადღებით ფრთხილად და ფეიკების ალბათობაც მაღალია ამიტომ გადაამოწმოთ ნებისმიერი ინფორმაცია და ხელშეკრულებას ხელი არ მოაწეროთ სანამ ყველა მის პუნქტს კარგად არ გადახედავთ ყველას კარგია თქვენთვის 30 ივნისის და 4 ივლისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა 2 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც
რაც შეეხება უკვე ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, ტყუპებო ენერგოტონუსი თქვენი აშკარად დაბალია. ამიტომ ნაკლებ კომფორტულად იგრძნობ თავს. ფსიქოემოციური არასტაბილურობაც მეტად იჩენს თავს, უფრო მეტად მოგიხდება ძველი საქმეებისადმი, აი დაუშვათ დაუსრულებელი საქმეებისადმი დაბრუნება. ამავდროულად კონტაქტების, მრავალფეროვანი კონტაქტების დროა, აქ შეიძლება რაღაც საბუთების შეგროვება მოგიწიოთ და ასევე ვალების დაბრუნების წინაშე აღმოჩნდეთ, ან დაუშვათ რაღაც კრედიტი კონდათ ცესხი, აი ესეც შეიძლება ამის გასწუმრების აუცილებლობა დადგეს. ამასთან ერთად ახალი გეგმები შეიქმნება თქვენ ცხოვრებაში, თუმცა აი ძველი ვალები უშლიან ხელს ამ ახალი გეგმების შესრულებას. ამასთან ერთად ფრიად სულსწრაფი, მოუთმენელი ხართ, თან ზედმეტად კატეგორიული, რაც ზოგიერთ ურთიერთობებს გაამძაფრებს და პრობლემებს შეუქმნის. ყოველდღიური საქმეებით უფრო მეტად მოგიხდებათ დაკავება, რაც ნამდვილად არ გიყვართ. და აქედან გამომდინარე, ეს ახალ გეგმებსაც უშლის ხელს. ყველაზე კარგია თქვენთვის 3 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარ 29 ივნისის და 5 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება კერჩხების ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, თავარი ფავორიტი, რაც უკვე ამ პერიოდის არის კერჩხები, იმიტომ ზეხლა გადის კერჩხების ზოდიაქოს ნიშანს, მაგრამ სამშაბათი მაინც ფრთხილად უნდა გაიაროთ, იცით თქვენ, რომ ეს ცოტა რთული დღეა, 30 რიცხვი, რატო? იმიტომ რომ იგი უკავშირდება სავსე მთვარეობას და სავსე მთვარეობა თქვენ ზოდიაქოს საკმაოდ დიდ ზეგავლენას ახდენს და ამ კუთხითაც ვიყოთ ცოტა ყურადღებით და ფრთხილად. ამასთან ერთად მოდით ავუშვათ, რომ ენერგოტონუსი მაღალია, მაინც ჯანმრთელობა მდგრადია, აქ ამიტომ ენერგიულია ეს ნიშანი, ასე თუ ისე ინტუიცია საკმაოდ მდგრადია, რომელიც ხელსგობს სწორი არჩევანის გაკეთებას და ამიტომ ძალიან ბევრი საქმე იქნება გასაკეთებელი. არაერთ პრობლემასაც მოაგვარებთ. ეს ის პერიოდი, რომლის შევლისას თქვენ შეგიძლიათ ზოგიერთი იდეის კონკრეტული რეალიზაცია, თქვენი მსოფლმხედველობაც შეიძლება საგრძნობად შეიცვალოს. ყოველ შემთხვევაში გენერატორი იქნება ძალიან საინტერესო აზრებისა, იდეებისა, მიზნებისა. ამასთან ერთად ფინანსური კუთხითაც კი პერიოდი უდაოდ კარგია. ამიტომ სხვებთან შედარებით შანსები წარმატებისა გაქვთ მაღალი, მაგრამ მაინც იყავით ყურადღებით განსაკუთრებით სამშაბათს, რო აქ რაიმე სახის საკონფლიქტო გაუგებრობებმა არ ეჩინოთ თავი. ყველაზე კარგია თქვენთვის 30 ივნისის და 4 ივლისის დღე, ამიტომ აქაც გაგიმართლათ ეს დღე, რომელიც პრინციპში თქვენთვის ცოტა რთულია 30 რიცხვი სამშაბათი. თქვენ მაინც აქ დაგიჯდათ როგორც პოზიტიური დღე, რაც მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ეს დღე მაინც მეტნაკლებად სტაბილურად გავლოთ. თუმცა სიფრთხილეს მაინც თავი არ სკივა, ეს გახსოვდეთ. და 30 მაინც ცოტა ყურადღებით გავიაროთ. 2 ივლისი არ ვარგა და ეს რიცხვი ცოტა ფრთხილად ამ რიცხვთან მიმართებაში. დარჩენილი დღეები მეტნაკლებად ნეიტრალურია. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშანს, ლომებო უპირველესკოვლისა გავითვალისწინოთ, რომ ენერგოტონუსი დაბალია. თქვენ გადიხართ უკვე ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს, ამას ქვია დაბადების წინა პერიოდი, როდესაც იმუნიტეტიც დაბალია, შეიძლება ამან გაცივებები გამოიწვიოს, ადვილი დაღლა, იმიტომ შრომის უნარიანობა შემცირებულია, ემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს, მეტად ფარული მტრეები, მოშორნეები, თქვენ საწინააღმდეგოდ აქტიურად მოქმედებენ. ამასთან ერთად აღნიშნოთ, რომ წინააღმდეგობები შეიძლება წარმოიქმნას თქვენსა და პარტნიორებს შორის, როგორც სასიყვარულო, ასევე საქმე ბიზნეს პარტნიორებს შორის, რაც გახდება თქვენი იმედგაცრუების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. ანუ უიღბლობაც ასევე მატლობს და აქედან გამომდინარე თქვენ თვითშეფასების კრიტერიუმსაც შეამცირებს და ამიტომ ამ პერიოდისთვის არ დაგეკნოთ არაფერი ახალი მნიშვნელოვანი, არავითარი მნიშვნელოვანი საკითხი არ განიხილოთ და სერიოზული გაწყვეტილებაც არ მიიღოთ. აქ ვეცადოთ ენასკველი დააჭიროთ, ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლოთ, ან ძველი საქმე დაასრულოთ, ან კიდევ უკეთესად ცოტა დაასვენოთ საკუთარი თავი. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის აქ პერიოდი 3 ივლისის დღისა და ეს რიცხვიც და არ ვარგა 1 5 ივლისის დღეები და ეს რიცხვებიც. რაც შეეხება ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, აქ პირიქით ერგოტონუსი თქვენი მატულობს, ჯანმრთელობა, უმჯობესება, ამიტომ შრომის უნარიანობა, ნებისყოფა, მოთმენება, პრაგმატულობა, ეს ყველაფერი მატულობს თქვენში. თუმცა რადგან დედამიწა უარყოფით ენერგოველშია, მაინც ეს გარკვეულ ხელისშემშლელ ფაქტორებს ქმნის და ეგ ცოტა გიჭერთ მაგალითად პირად გეგმებზე გადართვა, საზოგადოებრივი რაღაც საქმეები უფრო მეტად აქ იჩენს თავს, ამასთან ერთად
შინაგანი შიშები, შინაგანი ეჭვები თქვენში მეტად გამოავლენ საკუთარ თავს. ეს ის პერიოდია, როდესაც თქვენ შეიძლება უფრო მეტად შინაგანი მარტოობის შეგრძნება დაგეუფლოთ. არ არის გამორიცხული ის, რომ რაღაც ძველი კონფლიქტები, ძველი გაუგებრობები, მათ შორის კოლეგებთან, ნათესაებთან უფრო მეტად შეიძლება გამწვავდეს ან გამოვლინდეს ამ პერიოდში და ეს პერიოდი არ არის სასურველი, მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, მგზავრობა მოგზაურობისთვის და ახალი საქმის დასაწყებად ან ახალი სამსახურისათვის. და ვნიშნოთ, რომ ყველაზე კარგია თქვენთვის 1 და 5 ივლისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 3 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება სასწორებს, სასწორთა ენერგოტონუსი აშკარად დაბალია, დისარმონიული რთული პერიოდია, ამიტომ გავფრთხილდით ჯანმრთელობას, ეცადეთ არ გაცივდეთ. აქ ემოციური არასტაბილურობაც იჩენს თავს და ამიტომ აკონტროლეთ თქვენი ემოციები. მოგიხდებათ კარიერულ საკითხებთან დაკავშირებული ზოგიერთი პრობლემის მოგვარება და ზოგიერთი შეცდომის გამოსწორება. ეს ის პერიოდი, რომელშიც არაერთი საქმე შეიძლება უბრალოდ ვერ დაძრათ ადგილიდან, რომ თქვენ გაიყინოს იგი. და ამას ექნება ძალიან ბევრი ობიექტური სხვადასხვა სახის მიზეზი. მათ შორის აქ შედის პარტნიორებთან დაძაბული ურთიერთობები, როგორც სახლში, ასევე სამსახურში. მათი მხრიდან თქვენდამი მოთხოვნები მოდულობს. რის შედეგად, რას გვქონია, თქვენ უფრო შეზღუდულად გრძნობთ თავს და აქედან გამომდინარე თქვენს პასუხისმგებლობას სხვასაც ვერ გადასცემთ. აქედან გამომდინარე, რაც თქვენი გასაკეთებელია, ის თქვენ უნდა გააკეთოთ. და ეცადეთ, რომ შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, რათა აქაც ურთიერთობა არ დაიძაბოს და ეს არ გახდეს თქვენი პროფესიონალური შეფერხების ერთ-ერთი წინაპირობა. ყველაზე კარგია თქვენთვის 3 ივლისის დღე და ეს რიცხვი და არ ვარგა 1 ივლისის დღე და შესაბამისად ეს რიცხვიც. რაც შეეხება მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულებს, საკმაოდ დინამიური, მოვლენებით ახსოვსე პერიოდია. აქ ენერგოტონუსიც მაღალია, ჯანმრთელობა მდგრადია, ამიტომ გემოტებათ ენერგია, უძლიერდება ინტუიცია, რომელსაც დაყრდნობით უფრო სწორად შევასაკეთებთ. პერიოდი საინტერესოა უცხოელებთან აქტიური კონტაქტების კუთხით, მგზავრობა მგზავრობის კუთხით, კი ბატონო, აქ არის დადებითი შესაძლებლობები, უფრო მეტად შეგიძლიათ აქ დასახოთ სწორი მიმართულება თქვენი განვითარებისა, ზოგიერთ თქვენი სულიერი, ასე ვთქვათ, ორიენტირით შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამასთან ერთად იგივე მგზავრობის დროს იყავით ცოტა ყურადღებით, იმიტომ რომ რაღაც წვრილმანმა შეცდომებმა, წვრილმანმა პრობლემებმა შეიძლება ეჩინონ თავი, რაც საერთო შთაბეჭდილებას რას უყოლია გააფუჭებს. ამასთან ერთად გაითვალისწინოთ, რადგან დედამიწა ორგანოველშია, მაპროვოცირებელი ელემენტები შეიძლება თქვათ გაჩნდეს სირგულეყოფ ადამიანებთან, რაც შეიძლება კონფლიქტებში გადაიზარდოს. ყველა წვრილმანზე ერთმანეთს ნუ ჩაეძიებით, თორე ეს გახდება სერიოზული უსიამოვნების ფაქტორი. ამავდროულად მოდით აღვნიშნოთ, რომ აქ შეიძლება მოგიხდეთ ზოგიერთი საბუთების გაფორმება, კონსულტაციის გავლა იურისტებთან, ასევე იქნება მნიშვნელოვანი, მით უმეტეს თუ თქვენ რაღაც მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებთ, ამ მნიშვნელოვან მოლაპარაკებას აწარმოებთ და შეგო, რათა შეცდომები არ დაუშვათ. ყველაზე კარგია თქვენთვის 29 ივლისის დღე და ეს რიცხვი, ივნისის დღე 29 და ნეგატიურია თქვენთვის 3 ივლისის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება მშვილდოსნებს, მშვილდოსნებო დისკომფორტული პერიოდია თქვენთვის, ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ჯანმრთელობა უკვე არ არის ისეთი და უფრო ადვილად იღლებით, შრომისუნარიანობაც ეცემა, ყოველ შემთხვევაში საქმეებიც იმ შედეგებს ვერ დადებენ, რომელსაც თქვენ ელოდებით ამ კვირაში, იმიტომ რომ მაინც რთული პერიოდია, გაითვალისწინეთ, კონფლიქტურია, მათ შორის პარტნიორული კონფლიქტების ალბათობა ძალიან მაღალია და აქედან გამომდინარე იდეების რეალიზაციაც საკმაოდ გართულებულია. ეს ის პერიოდი, რომელშიც შეიძლება იდეური აბსოლუტურად წინაღობები იყოს და ურთიერთობებში ამან დაძაბოს ურთიერთობები. ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღუჩეს სასამართლო პროცესებში ჩართული და აქედან გამომდინარე ეს ძალიან ბევრ დროს დაგართმევთ ფინანსებს და ასე შემდგომ. ასევე გაითვალისწინოთ ფარულ მტრებს არძინავთ. ინტრიგების ჭორების ალბათობა თქვენ საწინააღმდეგოდ აგორებული საკმაოდ მაღალი ამის შანსი. ამიტომ ენასკველი დააჭირეთ, საიდუმლო დაიცავით, ისე იმოქმედეთ, კულისებს მიღმა, აქ უნდა გახდეთ ნაცრისფერი კარდინალი. მაშინ გაცლებით მეტად წახვალ წინ და იქნებით უფრო მეტად წარმატებული. ყველაზე კარგია თქვენთვის 30 ივნისის და 2 ივლისის დღეები და რიცხვები და არ ვარგა ამ პერიოდში, ნუ რომელიმე დღე რო თქვა, არ ვარგა და მინუს დღეა, არა გაქვთ ესეთი. რაც უდავოდ ძალიან კარგია. იმიტომ რომ ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მაინც შვედსკლებთან შედარებით მეტნაკლებად სტაბილურად გავიაროთ ეს პერიოდი, თუმცა
აი ეს ტენდენციები გავითვალისწინოთ, რომელზეც შევისაუბრეთ. თხის გაზ რაც შეეხება ერგოტონუსი პირიქით მატულობს, ჯანმრთელობა უმჯობესდება, ემოციურად უფრო სტაბილური ხდება ეს ნიშანი, მაგრამ მაინც დედამიწა რადგან უარყოფით ან გოველში აიღავით ყურადღებით პარტნიორულ ურთიერთობებში, როგორც ბიზნეს, საქმიან პარტნიორებთან რო აქ არ იყოს ურთიერთგაგების შემცირების ფონზე გარკვეული პრობლემები. და განსაკუთრებით ფინანსებთან შეიძლება იყოს დაპირისპირება პარტნიორებთან, აი ამ კუთხით ვიღოთ განსაკუთრებით ყურადღებით. აქ მაღალი ალბათობა, სხვადასხვა სახის ქურდობისა, თქვენ საწინააღმდეგო თქვენი მოტყუების თელობა, შეიძლება თქვენი არასწორი მოქმედება გახდეს ფინანსური დანაკარგების ერთ-ერთი წინაპირობა ამ ნეგატიურ ტენდენციებსაც მეაქციოთ ყურადღება და არის გამორიცხული, რომ ზოგიერთ თქვენთაგანი შეიძლება აღმოჩნდეს სასამართლო პროცესებში ჩართული. ამასთან ერთად თქვენ აქ გჭირდებათ აუცილებლად კომპეტენტური დახმარება, მხარდაჭერა, როგორც ახლობელთანაც საუთა მხრიდან, ასევე ისეთ გამოცდილ ადამიანთა მხრიდან. ეს პერიოდი არ არის მაინდა-მაინც სასურველი მგზავრობა მოგზაურობის კუთხით. ესეც გაითვალისწინეთ. ყველაზე კარგია თქვენთვის 29 ივნისის და 5 ივლისის დღეები და არ ვარგა 2 ივლისის დღე და ეს რიცხვიც. რაც შეეხება ახლა უკვე მერწყულის ზოდიაქოს ნიშნად დაავადებულებს, ეს ის პერიოდია, რომელიც ხელს მნიშვნელოვან ცვლილებებს თქვენ ცხოვრებაში. გარე, ასე ვთქვათ, ფაქტორები იწვევენ სწორედ ამ ცვლილებებს და აქედან გამომდინარე, თქვენი თავისუფლება ცოტა იზღუდება. ენერგოტონუსით მცირდება, ფსიქოემოციური არასტაბილურობა მეტად იჩენს თავს. ყოველდღიური რუტინა კი ძალიან ამძიმებს თქვენს სულიერ მდგომარეობას. ამიტომ თქვენ აქ გჭირდებათ რაღაც გლობალური პოზიტიური ცვლილებები, მაგრამ ამის ტენდენციები ჯერ მაინდა-მაინც ამ კვირაში არ ჩანს, იმიტომ რომ პერიოდი რთულია და ასე შემდგომ, თუმცა ზოგიერთი ახალი ნაცნობი შეიძლება გამოჩნდეს თქვენ ცხოვრებაში, რომელიც სხვათა შორის დიდ ზეგავლენას მოახდენენ თქვენ მსოფლმხედველობაზე. მთავარია გავაფრთხილდეთ ჯანმრთელობას, შეინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, რათა ეს პერიოდი ნაკლებად სტაბილურად გაიაროთ. ყველაზე კარგია თქვენთვის 30 ივნისის და 2 ივლისის დღეები რიცხვები და არ ვარგა 4 ივლისის დღე და ეს რიცხვიც. და რაც შეეხება თევზებს, ერგოტონუსი თქვენი მატულობს, ინტუიცია მზარდია, შემოქმედებითი ნიჭის უნარი შეგიძლიათ კარგად წარმოაჩინოთ, რაც მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ შვილებთან, სასიყვარულო პარტნიორებთან, მით მეტად წახვალწინ და სხვათა შორის სიყვარულისთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდია. თუმცა, რადგან დედამიწა უარყოფით არ გოველშია, რასაკვირველია, აქ ცოტა უფრო რთულად გაგირთულდება თქვენი საქმიანი და შემოქმედებითი ნიჭის უნარის გამოვლენა. ამასთან ერთად პერიოდი მთლიანობაში დინამიურია, მაგრამ აი ძველმა შეიძლება სასიყვარულო პარტნიორებმა შეიძლება შეგახსენონ თავი და სხვათა შორის მათთან შეხვედრა სულაც არ მოგიტანთ კმაყოფილებას, ესეც გაითვალისწინეთ. ამასთან ერთად მოგიხდებათ თქვენი შვილების პრობლემების, ზოგიერთი პრობლემის ან დაუშვათ პარტნიორების პრობლემების გადაწყვეტა, ან მოგიხდებათ ძველი შემოქმედებითი პროექტებთან ძველ პროექტებთან დასრულება, შეიძლება ფინანსურმა დაპირისპირებებმა მიჩინონ თავი პარტნიორებთან, სადაც მოგიწევთ ცოტა მეტი თავდაჭერის და ინტუიციის გამოვლენა. ყველაზე კარგია თქვენთვის 1 და 5 ივლისის დღეები და არ ვარგა 3 ივლისის დღე და ეს რიცხვიც. ამ ინფორმაციით საუკეთ სურვილებით მე გისურვებთ სტაბილურ მშვიდობიან კვირას და ამით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.